მზიამაღლობელი სასამართლო პროცესი პრესაზე რეჟიმის უპრეცედენტო თავდესხმის სიმბოლოა. ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Monde ვრცელ სტატიას, რომელიც მზიამაღლობელი საქმეს ეძღვნება. სტატიაში აღწერილი ამაღლობელის დაკავების და შემდგომ უკანონო პატიმრობის დეტალები. Le Monde-მა კითხვები ქალთა კოლონიაში გაუგზავნა პატიმრობაში მყოფ მედია მენეჯერს. ჩემი კოლეგების ცხოვრება თავგანწირვის სინონიმი გახდა. ვნანობ რომ არა ვარ მათ გვერდით ამ რთულ დროს ეუბნება ამაღლობელი Le Monde-ს. მისივე თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მოქნეული სილა არც გააზრებული იყო და არც დაგეგმილი. თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. ჩემს ადვოკატებთან თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ ეს სასამართლოს გზითაც დავამტკიცო, თუმცა მოულოდნელი არ იქნება ჩემთვის დღევანდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ 7 წელი რომ მომისაჯოს სილის გაწვნისთვის, ამბობს გამოცემასთან მედია მენეჯერი. ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი არც ერთ მთავრობას არ გამოულენია. დღეს ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიიღო აბსურდული კანონები, რაც დიქტატურისთვის დამახასიათებელი იყო. თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. ჩემს ადვოკატებთან თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ ეს სასამართლოს გზითაც დავამტკიცო. თუმცა მოულოდნელი არ იქნება ჩემთვის დღევანდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ 7 წელი რომ მომისაჯოს სილის გაწვნისთვის. პატიმრობაში ვიქნები თუ პატიმრობის მიღმა შევეცდები კარგი მოქალაქე ვიყო. მოქალაქე, რომელიც თავის უნარებით, პროფესიით, წინააღმდეგობით ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის. იბრძოლებს რუსული გავლენების, ოლიგარქებისა და დიქტატორების წინააღმდეგ.